წამოვალ და ბოლოს ისევ ნიგზიანებს მივადგები. ამჯერად ნიგზიანი მწვანე ლობიოს რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ. თუ რამე გირჩევნიათ ამ კომბინაციას, გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში. კარგად გარიცხილი და დამტვრეული მწვანე ლობიო დადგით მოსახარშად. სანამ ლობიო იხარშება, წვრილად დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთიან ტაფაზე. ზეთი არ დაინანოთ. პარალელურად წვრილად დაჭერით ბევრი მწვანილი, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი და რეჰანი. ყველაფერი ძალიან უხდება. შემდეგ თასში გადაიტანეთ გატარებული მიგოზი. დაუმეტეთ სუნელები და მარილი. კერძოდ ქინძი, უცხო სუნელი და ყვითელი ყვავილი, ასევე წიწაკა. შემდეგ გაჭყალტილი ნიორი. ერთხელ ჩემმა გამომწერმა მომწერა, იმ ადამიანს, ვინც ხავსს და ნიორს არ ჭამს, ცოტა უჯის თვალით ვუყურებო. გამეცინა, მაგრამ რაღაცნაირად ვეთანხმები. შემდეგ წვრილად დაჭრილი მწვანილები და მოთოშული ხახვი. მოსხით ძმარი და კარგად ამოურიეთ. პერიოდულად გასინჯეთ, თუ რამე დაგაკლდებათ, დაუმატეთ. სულ ბოლოს კი დაუმატეთ მოხარშული და შემდეგ კარგად გაწურული მწვანე ლობიო. ისევ გადაურიეთ და მზად არის. რამდენიმე საათი თუ მოითმეთ, რომ გემოები კარგად გაუძლეს, თქვათ უკეთესი. რა თქმა უნდა, ნიგზიანი კერძი მჭადის გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომ გამოუცხო მჭადები. დეტალურ პროპორციებს იხილავთ პოსტის აღწერაში. მჭადებზე ბევრს მეკითხებით და ცალკე ვიდეო მივუძღვენი, რომელსაც ჩემ გვერდზე ნახავთ. გემრიელად მიირთვით. გამოიწერეთ ჩემი გვერდი და შეინახეთ ვიდეო. დარწმუნებული ვარ გამოგადგებათ.